მოგეხსენებათ 90-იან წლებში ცნობილი ენერგეტიკული კრიზისის დროს დედოფლის წყაროში ტყის ზოლები და ქარსავი ზოლები მთლიანად გაიჩეხა. დედოფლის წყაროს რაიონი, რომელიც ერთ დროს წარმოადგენდა პურის ბეღელს მთელი საქართველოსთვის, დღეს აღმოჩნდა გაუდაბნოების საფრთხის წინაშე. ჩვენი თხოვნით შემოვიდა გერმანული GIZ-ი. დავიწყეთ ქარსაფარი ზოლების აღდგენა, უკვე 3 წელია, მე 4 წელია მიმდინარეობს ამ ქარსაფარი ზოლების აღდგენა. შემდგომში გადავედით უკვე მოსავლიანობის ხარისხის და მოსავლიანობის ამაღლებაზე. შემოვიტანეთ გერმანული ტექნიკა, მათი მეშვეობით გერმანული თესლი, მათი ტექნოლოგიით დავიწყეთ დამუშავება მიწის და დარგვა და წელს უკვე გადავედით ტყის კორომების აღდგენაზე. ადგილობრივი მთავრობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ძალისხმევით 2009 წელს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტმა დაიწყო აქტიური მუშაობა დედოფლის წყაროს პრობლემებზე. GIZ არის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს პროექტებს მდგრადი განვითარებისთვის. პროექტი, რომლის განხორციელებაც ჩვენ საქართველოში დავიწყეთ, არის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა, ზოლებისა და ტყის მდგრად მართვაზე. მთელი კავკასიის მასშტაბით მიწის დეგრადაციის პრობლემა ითვლება ყველაზე აქტუალურ საკითხად და ამ პრობლემასთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტიან გზად მიჩნეულია ქარსაფარი ზოლების აღდგენა. მთავარი ალბათ ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ ზუსტად განსაზღვროთ რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და შემდეგ დავსახოთ გზები, როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ და შევამციროთ ეს რისკი. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, აქ არის 3 მთავარი პრობლემა თუ მიზეზი, რომელიც ამ მიწის დეგრადაციის და მოსავლიანობის დაცემის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ არის ძალიან ძლიერი ქარები ამ რეგიონში. მეორეს არის მაღალი ტემპერატურა და ტემპერატურული პიკი, რაც უკავშირდება კლიმატის ცვლილების პრობლემას და მესამე ეს არის არასწორი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და არამართული ძოვების პროცესი. აღდგენილი ქარსაფარის ზოლები და საერთაშორისო სტანდარტების უნიკალური საენერგე მთელი კავკასიის მასშტაბით ითვლება სანიმუშო მაგალითად ჩვენი მეზობელი ქვეყნებისათვის. ეს არის სპეციალური გირჩის კარადა, სადაც ხდება გირჩის გახსნა, რომ იქიდან გამოვიღოთ სათესი მასალა. გირჩი უკვე მზად არის, გაშრა გირჩი. ეს არის სპეციალური დანადგარი, სადაც ხდება გირჩის დაშლა, ბარაბანი ტრიალებს შიგნით, სათესი მასალა ცალკე იყრება, ხოლო გამოსული გირჩი, უკვე უარგესი გირჩი, გადაგვაქვს შემდეგ ღია ფართობზე, სადაც ხდება მისი კომპოსტირება ორგანული სასუქის შესაქმნელად და შემდგომი სუბსტრატის დასამზადებლად. აი აქ უკვე ჩამოიყარა სათესი მასალა, აი გამოირჩა თესლი, გამოვიდა სათესი მასალა, რომელიც შემდეგ მიგვაქვს სპეციალურ სეპარატორზე, სადაც მიდის თესლის გაწმენდა და გადარჩევა. დახარისხებული თესლი ზომების მიხედვით და გასუფთავებული შემდგომ იყრება ამ დანადგარში, სადაც ვაკუუმის პრინციპით ხდება თესლის საბოლოო გადარჩევა. ამ დანადგარიდან გამორჩეული თესლი შემდგომ მიგვაქვს ლაბორატორიაში ხარისხის პროცენტის დასადგენად. ეს არის სპეციალური ლაბორატორია, სადაც ვახდენთ თესლის ვარგისიანობის პროცენტის განსაზღვრას. თითო ტესტში იყრება 100 ცალი თესლი, საიდანაც შემდგომ ხდება პროცენტულობის დადგენა. ტემპერატურის საზომი, ხოლო ეს დღის განათება, რომელიც ხელს უწყობს თესლის გაღვივებას. საამქროდან გადარჩეული თესლი მოდის უკვე სასათბურე მეურნეობაში, სადაც ხდება კონტეინერში ტორფის სუბსტრატის ჩაყრა, შემდეგ თესლის ჩათესვა და ზემოდან პერლიტის ქვიშის მოყრა. ეს არის ჩვენს მიერ გამოყვანილი კედრის ჯიში, რომელიც არის 1 წლის. ფესტო სისტემა აქ დაფარული ტორფით და შემდგომი გადარგვის დროს მისი გახარების მაჩვენებელი არის ძალზედ მაღალი. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ღია გრუნტში წარმოებული
ენერგი და კონტეინერული მეთოდით წარმოებული ენერგი. ღია გრუნტში წარმოებული ენერგი ინვითარებს ხერძულა ფესვს, ხოლო რაც შეეხება კონტეინერული მეთოდით წარმოებულს, იგი დახურულ ფესვთა სისტემაში ინვითარებს აი ესე სულ ფესვს. კონტეინერული მეთოდით გამოყვანილი ენერგები იტვირთება და დასარგავად იგზავნება წინასწარ მომზადებულ ტერიტორიებზე. ამ ეტაპზე ვხედავთ წინასწარ მომზადებულ ტრანშიას, რომელიც განკუთვნილია ენერგების დასასაწყობებლად. ამ შემთხვევაში გვაქვს უკვე კონტეინერის მაგალითი, რომელიც არის დახურული ფესვთა სისტემით. ეს უკვე სანერგეში გამოყვანილი გამზადებული ენერგი. ხედავთ აქ გვერდით ფესვებს, როგორ არის განვითარებული ძლიერი ხშირი ფესვთა სისტემა. ფაქტიურად ხდება ორმოს მომზადება და პირდაპირ თავის მიწიანად პირდაპირ აი ამ სახით ჩარგვა. გადავიდეთ ახლა შემდეგ და უმთავრეს ეტაპზე, რასაც ქვია ჩვენი ენერგების დარგვა. ეს ხდება ორმოების წინასწარ მომზადებით. დაახლოებით 40 სანტიმეტრი 40 სანტიმეტრზე ვასუფთავებთ ბალახებისგან და ვცდილობთ შემდეგ ამ 40 სანტიმეტრის დიამეტრში წავიდეთ რაც შეიძლება ღრმად, რათა დაიფაროს მთლიანი კონტეინერის სიმაღლეზე განვითარებული ფესვთა სისტემა. ანუ ამას ვასუფთავებთ, დებთ ნერგს ძირზე და ფრთხილად ვაყრით გარშემო გაფხვიერებულ მიწას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესვს ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი ნიადაგთან. უნდა იყოს მიტკეპნილი აუცილებლად ახლოს, არა მარტო ხელით, არამედ მთელი ძალით მოხდეს გარშემო მიწის შემოტკეპნა. აღნიშნული ტერიტორია გამოირჩევა ნალექების მწირე რაოდენობით. აქედან გამომდინარე, უმჯობესია ეგრეთ წოდებული თეფში ენერგიის გარშემო იყოს რაც შეიძლება განიერი და ღრმა, დაახლოებით 20 სანტიმეტრი, მოსული ნალექი დაგროვდება აღნიშნულ ჯამში. ასევე აღნიშნული დიამეტრის გარეთ მოსული ბალახი, ხედავთ ამ სიმაღლეს, რომელიც ყოველ წელიწადს დაახლოებით ამ სიმაღლე იზრდება, დაიცავს გამოშრობისაგან და ხდება ნესტის შენარჩუნება დღის განმავლობაში და მეტად დაცულია მზის პირდაპირი სხივებისგან, რაც იწვევს შემდეგ ენერგიის თვითონ ენერგიის გამოშრობას და დაწვას. ენერგიის ამ მეთოდით დარგვის შემთხვევაში გვაქვს გადარჩენის თითქმის 100%-იანი შანსი. გამომდინარე იქიდან, რა ხარისხის არის ენერგი, რა პირობებში გამოყვანილი, კერძოდ კონტეინერში გამოყვანილი ენერგიის აი ამ მეთოდით დარგვის შედეგად ვიღებთ თითქმის 100%-იან შედეგს. აღნიშნული პროექტის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად ჩვენ გავაშენეთ დაახლოებით 150 გექტარი, რადგან რეგიონს ემუქრება გაუდაბნოება. ბრძოლა მარტო ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაციით არ შემოიფარგლება. საჭიროა ზოვების სწორი მართვა. როდესაც პროექტი დავიწყეთ, პრობლემა იყო ზოება მიგრირებადი ცხოველებისათვის. ცხვარი, რომელიც მიგრირებს ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებამდე და უკან. არსებობს ოფიციალური სამიგრაციო გზა, რომელიც არსებობს და სადაც ეს ცხვარი არ მოძრაობდა და ჩვენ გავაკეთეთ სასმელი წყალის მათ გზაზე. ანუ არა მარტო ადმინისტრაციული მეთოდით აგრძალებით, არამედ იმისათვის რომ ახლა მწყემსებმა იციან რომ არის წყალი და მათ ურჩევნია წავიდნენ, უნდა იარონ და იქ დაგხვდება წყალი და არა შემოვიდნენ და განადგურონ დაუშვათ მწვანე ნარგავები და ასევე მინდა ვთქვა რომ ანუ ჯერ კიდე არის პრაქტიკა ჩვენთან, როდესაც მოსავლის აღების შემდეგ რაც რჩება ეს ნამჯა იწვის, ანუ წვავს მოსახლეობა, მაგრამ პრობლემა არის ისიც რომ ხანძარი განსაკუთრებით ზაფხულში როცა არის ქარიანი ამინდი გადმოდის, მას ვეღარავინ ვერ აჩერებს და ანადგურებს ქარსაფარ ზოლებს და ჩვენ შეგვიძლია შირაქში ვნახოთ დიდი ხეები, რომლებიც არის განადგურებული დასვარი ხანძრით. ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ძალიან ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ ჯეროდათ ასეთ პირობებში ქარსაფარის აღდგენის შესაძლებლობა. ანუ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთი ადგილია, სადაც პროექტი ახორციელებს თავის საქმიანობას. აქ შეგიძლიათ ნახოთ უკვე აღდგენილი, გაჩენებული ქარსაფარი ზოლები. ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აქ დამცავის საშუალება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. იცავს ძოვებისაგან, მზის პირდაპირი სხივებისაგან და ასევე არის როგორც სათბური. 60 წელიწადში ეს თვითონ ნადგურდება, ანუ არტოვებს ნარჩენს. აქედან მხრიდან დამაგრებულია ჯოხით.
ჩვენ შეგვიძლია ეს წამოვწიოთ ასე და ვნახოთ აი შეგნით ამით მაგრდება და აი რამხელა ენერგი გაიზარდა თვითონ ენერგი შეგიძლიათ ნახოთ რამხელა შეგიძლიათ როგორც აღნიშნე თვითონ მოსახლეობა მოგმართა მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვატარებთ სემინარები იქნება სკოლის მოსწავლეებთან ერთობრივი დარგვები იმისათვის რომ მოსახლეობაც იცოდეს რომ ეს არის მათთვის და მომავლისათვის გაკეთებული საქმე გაუდაბნოების პრობლემის მოსაგვარებლად ასევე მნიშვნელოვანია განადგურებული ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენაც, რასაც ასევე ახორციელებს GIZ-ი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დედოფლის წყაროს სატყეო უბანში. ამ ადგილას ოდესღაც იყო 50-60 წლიანი მუხის, იფანის, ნეკერჩხლის, თელას შერეული კორომი, რომელიც შეადგენდა ნამდვილ სრულფასოვან ტყეს. ახლა ხდება მხოლოდ მათი უკანონო ჭრის შედეგად ფესვის ყელზე გადანაჭერიდან წამოსული ამონაყარის სახით, რომელიც არასდროს სრულფასოვანი ტყის სახეს არ მიიღებს. ჩვენი პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა ამ საქმეში და გამოგვეყო სანიმუშო ფართობები, საცდელი ფართობები, სადაც მონიშნული იქნა ეგრეთ წოდებული სადედე ხეები, მომავლის ხეები, რომლისგანაც შეიძლება შემდგომში მივიღოთ ნაყოფი. ანუ თესლიდან აღმონაცენი ბუნებრივი ტყე, რომელიც შექმნის ნამდვილ სრულფასოვან ტყეს. კორომის აღნიშნულ ნაწილში ხდება იგივე სახეობები, რაც რომ აქამდე იზრდებოდა ამ კორომში. მაგრამ ხდება ძირითადად ფესვის ყელიდან ამონაყარის სახით. შეძლების დაგვარად შერჩეული იქნა ისეთი ეგზემპლარები, რომლებიც არ წარმოადგენს ფესვის ყელიდან აღმონაცენს, არის ცალკე მდგომი, ესე თუ ისე შედარებით საღი და სწორი. რაც შეეხება მოსაჭრელ ხეებს, ეს ხეები შერჩეული იქნება გამომდინარე იქიდან, რა რაოდენობის გვექნება სადედე ხე შერჩეული. რადგანაც ძირითადად იჭრება ის ეგზემპლარები, რომელიც შეადგენს შემდგომში საფრთხეს ხელის შემშლელს აღნიშნული სადედე ხეებისათვის. ანუ ესენი შეიძლება იყოს თქვათ შინდი, კუნელი და ამოიჭრება 2-3 ისეთი ხე, რომელიც საფრთხეს უქმნის დაგანვითარებაში ჩვენს მიერ შერჩეულ სადედე ხეს. იდეაში ჩვენ გვინდა მივახციოთ იმას, რომ მოსახლეობამ შეძლოს თავის უზრუნველყოფა შეშით, არა იმის ხარჯზე, რომ არალეგალურად მოახდინოს ამ საშეშე მერქნის მოპოვება, არამედ ლეგალურად სრული სატყეო სამეურნეო თვალსაზრისით ყველა კანონის დაცვით მოახდინოს შეშის მოპოვება, ამავე დროს აღნიშნული კორომის მოვლითი ღონისძიებების განხორციელებით. კერძოდ შემდგომში სადედე ხეების ზრდაგანვითარების ხელის შეწყობით და ბუნებრივი განახლების ხელის შეწყობით. I think this project has been quite successful during the ფიქრობ, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში და ვიმედოვნებ, რომ იგი წარმატებულადაც გაგრძელდება დედოფლის წყაროში. სადაც ჩვენს მიერ აღდგენილი ტყის კორომები და ქარსაფარი ზოლები იქნება შენარჩუნებული და მოხდება უკვე დაწყებული საქმიანობის სამომავლო განვითარება.